ეხლა არის დილის 9 საათი, მოვედით რუსთავში. ჩემი სამსახური არის რუსთავში და დღეს ძალიან რთული და დამღლელი სამსახური ველოდება. დღეს მიმდინარეობს ფილის დასხვის ეტაპი, არის ბოლო გადახურვა, ასე სრულდება ეს ერთი კორპუსი კიდევ რუსთავში და წარმატებულად მიმდინარეობს და მშვიდობიანად საფრთხევარია ყველაფერი ჩაიარა ნორმალურად. ზუსტად ისე დაემთხვა, რომ ფილის კორპუსის დასრულება და ჩემი ბრძოლა ერთმანეთს დაემთხვა. ვეცდები, რომ როგორც ეს კორპუსი დავამთავრებ მშვიდობიანად და წარმატებულად, ისევე წარმატებულად დავამთავრო ჩემი ბრძოლაც და მივიღო ის რათვისაც მოვედი გამაში. კვების რაციონის შეზღუდულია, რახან კლებაში ვარ და იცით რომ კლება არასდროს არ მიწევდა. შესაბამისად მომიწია ჩავდგე იმ ხალხის მდგომარეობაში, ვინც ძალიან ინტენსიურად და თითქმის ყოველთვის ყოველ ივენზე იკლებს 10-15 კილოგრამს. მათთან შედარებით ცოტა უფრო იოლად მოქვს, ყოველივე 4 კილოგრამი მოქვს დასაკლები. თუმცა ეს ყველაფერი აისახება კვების რეჟიმზე. ვერ ვჭამ ისე როგორც ყოველთვის და როგორც აქამდე. თუმცა ხელი ამ ყველაფერთვის იდეალურია და არაფერს არ მიშლის. მეზამეც კარგად ვერ დავაბლენდერეთ. თუმცა იდეაში მთავარია საჭირო ენერგია მომცეს და საჭირო მომენტი გააკეთოს, რაც თვითონ ამიამ სასმელში, ასე რომ ეგ არაფერი არ აუშავს. აი ეხაც მზადებით ვარჯიშისთვის, ყოველი დღე უფრო და უფრო რთული ხდება, რადგან ახლობდება ბრძოლა და პასუხისმგებლობაც უფრო დიდი გვაქვს შესაბამისად. ახლა ჩავლაგდებით და წავალთ ვარჯიშზე. რადგან წონასაც ვიკლებთ, შესაბამისად კარდიო ვარჯიში ყველაზე კარგია ამ ყველაფერთვის და ეფექტურია. ბევრს არა, სულ რაღაც 20 კილოგრამს ვიკლებთ, მაგრამ ძალიან რთულია, რადგან ისედაც არ ვარ მასაში კარგად 60 სულ ვარ, ასე რომ მიჭირს მაინც რაც არ უნდა იყოს მაგ 4 კილოგრამის დაკლება, რადგან კონთის ხარჯზე მიწევს ეს ყოველივე. და უფრო რთულია და მეტად ასე ვთქვათ ვიტანჯები ამ ვარჯიშებზე რა. თუმცა ყველაფერი კარგად არის, რაც თავარია ფსიქოლოგიურად მზად ვართ თარიღისთვის და ბრძოლისთვის. მხოლოდ ფიზიკურობას, მხოლოდ ერთი კარგი გამოძინება შველის რა. ასე რომ მზად ვართ. ვინც არ იცით, ჩემი პროფესია, ძირითადი პროფესია არის მშენებელი. დაახლოებით 10 წელია ამ საქმეზე მუშაობ. ეს მშენებლობის საქმე შევისწავლე მამაჩემისგან, მას დავყვავოდი ხშირად სამსახურში მშენებლობებზე და დამაინტერესა ამ საქმემ. კარგი იყო რომ ხედავდი მის აშენებულ შენობებს და მეც გამიჩნდა სურვილი რომ შემესწავლა ეს საქმე. დღესდღეობით შევისწავლე კარგად, ვარ მშენებელი. მიყვები მშენებლობას. ძალიან ბევრი კორპუსი მაქვს აშენებული ვიტყვი, კერძო სახლებიც. და ვარ კმაყოფილი ჩემი თავით. ძალიან შრომატევადი საქმეა მშენებლობა და მაგის მიუხედავად ვცდილობ რომ ვიმუშაო კარგად, შემდეგ წავიდე, დავიხარჯო, ვივარჯიშო და შედეგი დავდო ისეთი, როგორიც მე მინდა და ჩემს ახლობლებს და ოჯახს გაუხარდება. ძალიან რთულია მშენებლობა და სპორტის ერთმანეთთან შეთავსება. ორივე ფიზიკურად ძალიან დამღლელია, დამტვირთველია, მაგრამ აქ იმის სურვილი, რომ შევძლო, გავაკეთო მაქსიმუმი, რადგან გვაქვს მაგალითად ცოცხალი მაგალითი მერაბ დვალიშვილის სახით, რომელმაც დაიწყო მშენებლობიდან და გახდა ჩემპიონი. აი ნიშრომა და დაისახა მიზანი და ის მიზანი მან შეასრულა. და ასევე გეგმავ მეც რომ გავიარო ეს გზა, მაქვს არჩეული მიზანი, ჩემპიონობა და მე მაგისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ჩემი მოვალეობა ამ ობიექტზე არის ხელმძღვანელობს ჯგუფს, მავარია ნახაზები, რომელიც ნახაზი უნდა წავიკითხო, გადმოვიტანო უშუალოდ სამუშაო ადგილას და გამონაწილო ის ყველაფერი, რაც ეხება შენობის აშენებას. ეხლა მიმდინარეობს ბეტონის დასყვითი სამუშაოები, რომელიც არის ბოლო გადახურვა, თავდება ჩვენი კორპუსიც წარმატებულად და მადლობას ვუხდი ჩემ ბიჭებს გვერდში დგომისთვის და შესაძლებლობებისთვის, რომელსაც მაძლევენ და გვერდში მიდგანა, რადგან ვარჯიში, წონის კლება, სამსახური ცოტა სრული რაღაცა ჩემ სპორტსმენისთვისაც, რა თქმა უნდა, წონის კლება ყველაზე მეტად და ისინი გვერდში მიდგანან, მეხმარებიან ყველანაირად და მე მადლობას ვუხდი მათ გვერდში დგომისთვის. ჩვენ შევქმნით კიდევ ერთი კორპუსი
და დავასრულეთ მშვიდობიანად და წარმატებულად. მოკლედ, მოვედით. ცოტა ხანში მზადებასაც დავიწყებთ, ხოლო რაც შეეხება ჩემს ფორმას, ძალიან კარგ ფორმაში ვარ. ვერ ვიტყვი რომ ჩემი საუკეთესო მომენტია და ეხა ვარ პიკში და ეს ფორმა საბოლოოა ჩემი. არა, ფორმა ყოველთვის ზრდადია, თავარია მეტი ჩადოშრომა ამ ყველაფერში და საკუთარი დრო. თუმცა ძალიან კარგი მოწინააღმდეგე მყავს. მიუხედავად ამისა, პასუხისმგებლობაც უფრო დიდია. რაც არ უნდა იყოს ის იმ ფაქტის არ მჯერა ხოლმე, რომ ყველა ბრძოლას ერთნაირად უძგებიან, ეს ესე არ არის. გააჩნია ოპონენტს და შენ კონკრეტულ მდგომარეობასაც. ასე რომ მე ვიცი ვინ არის ჩემი ოპონენტი, თან პლუს ამ ყველაფერთან ერთად ორმაგად პასუხისმგებლობა მარტო იმიტომ მაქვს, რომ 60 კილოგრამში ვიყავი პირველი ჩემპიონი და 56 ჩემპიონი არ ყავს, ხოლო იქაც ვცდილობდა მინდა რომ პირველი ჩემპიონი ვიყო. შესაბამისად, ჩემი мотиваცია ორმაგია, ხოლო სამმაგი მხოლოდ იმიტომ რომ ძალიან კარგი მოწინააღმდეგე მყავს, კარგი ბიჭი, ტექნიკური და რაც თავარია ჩემთვის მებრძოლში, პირველ რიგში არის ძალიან კარგი ადამიანი, რომელთანაც შეგიძლია კარგი დიალოგიც და არანაირი არაფერი ზედმეტი. თავარია ვიბრძოლოთ ტრამვების გარეშე, ვუსურვებ კარგ ბრძოლას და ვუსურვებ რომ ტრამვების გარეშე ჩაიაროს ყოველი მომზადება. ხოლო რინგზე ვიბრძოლებთ, რინგის მერე კიდე ხელს გადავხოთ ერთმანეთზე ისე გამოვყოთ. ერთ-ერთი გამარჯვებული იქნება და გაიმარჯვოს ღირსეულმა და ძლიერმა ჩვენ შორის. ნახოთ ვინ იმსახურებს 56-ის ჩემპიონობას. მოგახსენებათ რომ MMA-ში ჩავატარე ერთი ბრძოლა, ესე დაუბრუნდი, ესე მოხდა. შემდგომ ჩავატარე ჩვეულებრივი მუშტიკრივით და ეს ყველაფერი ოქტაგონზე იყო. თუმცა ეს ჩემი პირველი ბრძოლაა, თან რომელიც ტიტულოვანი იქნებოდა კამერზე, რომელიც სტარდება საბურავებში. ხოლო აქამდე ვინც მიყურებდი და ვინც იცოდი ჩემს შესახებ, მხოლოდ და მხოლოდ საბურავებში მიხილავდით ხოლმე და ამავდროულად ეხლა საბურავებში მიხილავთ. და ნახავთ რომ საბურავები არ ნიშნავს იმას, ის პატარა სივრცე რომ მე მიზღუდები რაღაცაში. არა, მე შეიძლება უფრო 100% ვერდებ მაგ ყველაფერში, მაგრამ 80 და 90 საკმარისი არის ხოლმე. თუმცა ახლა განახებთ თუ რა ხდება საბურავებში, მაშინ როცა ორი ძალიან ძლიერი ოპონენტი ერთმანეთს უპირისპირდება და ეს პრინციპული ბრძოლაა, ასე ვთქვათ. ნახოთ, ყველაფერი წინ არის, მოახლოვდა 31-ից მე მზად ვარ, ასე რომ ველოდები უბრალოდ თარიღს. ნახოთ, ბორბლები ჩემია. ბორბლებს გარეთ კიდე გამარჯვებული მე უნდა გავიდე, სხვა გზა არ არის. ძალიან კარგად ვიცით რომ ძალიან უხერხული და რთული მოწინააღმდეგეა გიგა. როგორც კარგი ადამიანი, ასევე კარგი მებრძოლია. ძალიან ბრძოლისუნარიანი ბიჭია და ყველამ ძალიან კარგად ნახეთ, როგორ დარტყმების ატანა შეუძლია და რამდენად შეუძლია ჩადოს მთელი სული კვეთება ბრძოლაში. თუმცა სწორედ ამიტომაც თავარია რომ კარდიო შეიძლება 5 რაუნდი გაგრძელდეს ბრძოლა. არ ვფიქრობ რომ მარტივი იქნება, მაგრამ ერთადერთი რამ რაც ვიცი, ეს არის რომ მე არ ვიქნები ნამდვილად მარტივი მისთვის. და მეც ასევე ყველაზე უხერხული და ძალიან ცუდი მოწინააღმდეგე ვიქნები მის მთელს კარიერაში, რაც აქამდე იბრძოლა. ნახოთ აბა რა მოხდება, მზადება დაწყებულია, კარდიო 5 რაუნდისთვის. ვიბრძოლოთ და გაიმარჯვოს ღირსეულმა, გამას ფრე არ აქვს. ჩემი სამუშაო დღეც მორჩა, ცოტა დამღლელი და რთული დღე იყო, მაგრამ მოვედი დღეს MMA ბაზარზე. ბოლო სპარინგები გვაქვს, დასკვნითი ბაზა მომზადების. და ვამზადებით გიორგი ქიმაძესთან, სადაც ჩავატარებთ კარგ სპარინგებს, მყავს ძალიან კარგი სპარინგ პარტნიორები და შევეცდებით დავიხარჯოთ ბოლომდე. წოლის კლებაც დაწყებული მაქვს. ეხლა გახურებული ვარ ცოტა და სპარინგებში მე ტოპს მოვიდენ და წონად წამივა და ვემზადებით ძალიან კარგი საღამოსთვის. გიგა დაახლოებით 6 თვეა, რაც ჩემთან ვარჯიშობს, იგი ამ დროის განმავლობაში საკმაოდ განვითარდა და თქვენ ამ ყველაფერს რინგზეც კარგად ხედავთ. მისი ამჟამინდელი მეტოქი არის დიმა ჯიქია, რომელიც დაუპირისპირდება გიგას სატიტულო ბრძოლაზე. გიგა იდეალურ ფორმაშია და დარწმუნებული ვარ, რომ რთული ბრძოლა ელოდება წინ, მაგრამ აუცილებლად გაიმარჯვებს. ასევე ძალიან სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ მე და გიგა ერთ ტურნირზე ვიბრძოლებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ორივე გამარჯვებულები გამოვართ რინგიდან და ერთად აღვნიშნავთ ამ ძალიან მაგარ გამარჯვებას, ესე რომ ყველას გელოდებით 31 მაისს ქსნის 2 ნომერში. ეს დასრულდა ჩვენი მომზადების ბოლო დღე. ძალიან კარგი სპარინგები გამოვიდა.
ძალიან კარგად ვზნობ თავს. კარგი მომზადება გავიარე. ისთვისაც მადლობას ვუხდი გიორგი ხიმაძეს, სპარინგებისთვის. და ყველანაირად თავს ვზნობ ძალიან კარგად, ხელებით ტრანვის გარეშე ჩაიარა ყველაფერმა. ჩემს გვერდით რაც თავარია ჩემი ქალიშვილია, რომელიც ყველაზე დიდი გულშემატკივარია ჩემი, რომელიც დამყვება ვარჯიშებზეც, ჩხუბებზეც, გულშემატკივრობს, მაძლევს ძალას, იმედს რომ მისი გულისთვის გავაკეთო ყველაფერი. და ვეცდები რომ მას იმედები არ გაუცრუო და დაწყებული საქმე ბოლომდე მივყვაონ და გავხდე ჩემპიონი 56 კილოში. 31 მაისს მამიკო მოიგებს და თავის ქმას მაწვიკებს.